რასაც ვამბობდით ის დასტურდება. ნიკა არ არის დაპატიმრებული ან დაკავებული, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და მე გატაცებული. მე რამდენიმე დეტალი მაინც რო არ დამავიწყდეს. ნუ ჯერ ერთი ადამიანის აყვანა ისე რომ არ უთხრა რომ გადმოდი ჩაჯეკი და ასე შემდეგ სპეცოპერაციის ჩატარება ეგეთი რამე არ ხდება, მით უმეტეს ადმინისტრაციული 173 მუხლით ხელების გადაგრეხვა უკან ნუ იცით რა შემთხვევებშიც ხდება. რაც თავარი და საინტერესოა ადამიანი ჩასვეს არა ჩვეულებრივი პატრულის მანქანით ან ასე შემდეგ. ადამიანი ჩასვეს იმ ცნობილ მარშრუტკებში, აი შავ ფარდებიანი როა ხალხს რო ცემენ. და აწამებენ. დიახ, მაგრამ ნიკასთან დაკავშირებით ამას ადგილი არ ქონია, უბრალოდ პერიოდულად რეკავდნენ, ანუ რაციიდან ეუბნებოდნენ რომ ჩამიგდე ვიდეო, უღებდნენ ნიკას და ვიდეოს უყრიდნენ. ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს ნიკამელია. ფიზიკური ძალადობით აიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ქონდათ, იქ წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია, არ შეთავაზებას რომ გადმოჯექით ჩვენს მანქანაში დაკავებული ხარ და ასე შემდეგ. ეხლავე და მეორე რაც თავარია, მისი ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ რომ გაეხსნათ. ანუ face recognition სისტემით სახესთან მქონდა ტელეფონი, რომ face recognition სისტემით, ანუ სახის ამოწურვა ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ბნელოდა ანთეს ტელეფონის ნათურები და ტელეფონის ნათურებით ვერ ხერხდება მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ან დღის განათება უნდა, ან ჩვეულებრივი განათება სინათლე. ვის უგზავნიდნენ ვიდეოებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რაც თქვენ. მას უღებდნენ ვიდეოებს, ხო? და ნუ ვის გაუგზავნიდნენ ახლა გასაგებია კრიმპოლის სპეცოპერაცია 173 მუხლზე კრიმპოლის 100 კაცი რომ მივა ერთი მელიას დასაკავებლად მარშრუტკით უცებ რომელიც იქ არავინ არ იცის როგორ აღმოჩნდა თუ შეურაცხყოფას ეხება საქმე ხო ვერ იქნებოდა მარშრუტკა ხო არ იდგებოდა მელიას ხო არ დაყვება შეურაცხყოფის გამო ერთი მარშრუტკა მუდმივად ხო ხო სისულელეზე ეს არის ორკესტრირებული ამბავი რომელიც იწყება პროკურატურის პროცესის გადატანის მოთხოვნით ნუ სულ თავიდან საიდან იწყება აღარ მოვყვები რომელიც გრძელდება დღეს სასამართლოში მოსამართლე იგივე მოსამართლე შვანგირაძის ქმედებებით რომელმაც ხვალამდე გადადო საქმე და გვირგვინდება აგერ უკვე პოლიციის ძალადობრივი ქმედებით. დაკავების ოპერაციას. საინტერესოა რა პოზიცია აქვს ნიკამშაიდამოწებას. მივიდეს სასამართლო პროცესზე. ამას ვნახავთ, მაგრამ გეთანხმებით რომ რეალობა შეიცვალა. ველოდებით რომ შემდეგი თქვენ არ ველოდები მზად ვარ.